რუჯე. მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით, და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ოთარ ფარცხალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული დაცვის მხარე, სრულად უარყოფს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ვერ გაუძლებს სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტებსო. ამის შესახებ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ რომანოვ ფარცხალაძის ადვოკატმა გიგი მოსიაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის კვლევის საქმეზე ბრალი წარედგინება. აღნიშნული შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ჯანგველაძის კვლევის საქმე სრულად გახსნილია. ან ფაქტობრივად მთავარი პროკურორმა შეუკვეთა, ყოფილ მთავარ პროკურორმა შეუკვეთა მკვლელობა. აი ასეთი არის ბოლო ცნობები იმ კრიმინალის შესახებ, რომელიც კიდევ მორგი კრიმინალის შესახებ, რომელიც მთავრობაში, ხელისუფლებაში იყო, იცით რომ აქამდე დაკავებული არის სუსის უფროსი, კორუფციაზე დაკავებული არის თავდაცვის მინისტრი, ასევე კორუფციაზე ბრალდებული არის ფულის ლეგალიზებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ. რა ხდებოდა საქართველოს მთავრობაში რეალურად? როცა საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ ყველაფერი კარგად არის, გვახსოვს ჩვენ როგორ იცავდნენ ლილუაშვილსაც, როგორ იცავდნენ ბურჭულაძესაც, თავდაცვის მინისტრს, როგორ იცავდნენ ღარიბაშვილს და ამბობდნენ, რომ ყველა ბრალდება მათ მიმართ არის ტყუილი, როგორ იცავდნენ ფარცხალაძესაც, ესეც გვახსოვს და მასზე იყვნენ გადაფარებულები. დღეს კი აღმოჩნდა, რომ ყველა თურმე დამნაშავე ყოფილა. ზურა ფარჯიანი არის ჩვენი სტუმარი, ყოფილი დიპლომატი, მივესალმებით მას გამარჯობა ზურა. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რა სიტყვის ზოგადად ამ ვითარებაზე, რაც გამოაშკარავდა, მოდი ასე ვთქვათ, ხელისუფლებამ, ოცნებამ თავად დაიწყო ამ ფაქტების გამოაშკარავება და იმ ხალხის დაპატიმრება, ვისაც თავიდან თვითონ თავად იყო გადაფარებული ბოლომდე. ანუ დღეს კი ხვდები, საიდან შეიძლება დაიწყო რა. იმიტომ რომ ყოველგვარი აი რაღაც ის იქეთ, ხო, დაუშვათ პირობითად ან ღლიცინის, ან აი ხო გეუბნებოდით და ასე შემდეგ იქეთ, ეგ არის ქვეყნის უბედურება. რა, წარმოიდგინე, ჩვენი ქვეყანა იყო ძალიან მაღლა რაღაც რეიტინგებში, ღარიბაშვილი გამოდიოდა ხოლმე, გამოტრაშუნებდა და აი რა რეიტინგებში რა, როგორ მაღლა ვართ, როგორ ბედავთ, როგორ გვიბედავთ, აშენ და ანუ უპრეცედენტო რაღაცა პრაქტიკულად მთელი სახელმწიფო ვერტიკალი იყო კორუფციაში. და ეს დაჭერები რაც არის რეალურად კითხვის ნიშანი რაც ჩდება არა ის რომ ესენი რატო არიან დაჭერილი არა კითხვის ნიშანი გიჩნდება ხოლმე ერთი ისინი რატო არ არიან სხვები დაჭერილი მაგალითად რა ხდება ირაკლი ღარიბაშვილის თავს ხო 7 მილიონი ქეშად როგორც არ უნდა ატრიალონ კორუფცია ეს რა 7 მილიონია ხო როგორც არ უნდა ატრიალო კორუფცია ხო 7 ლარი არ არის არც 7000 ლარი არ არის არც 70000 ლარი არაა და როდესაც ჩარტერით გადააფრენა თავისი ბიჭი და იყო ერთი ამბავი და მთელი პარლამენტი გამოლაგდა ქართული ოცნების და როგორ ბედავთ და мама ბიზნესმენი და ასე შემდეგ რავი რა ხდება დღეს ხო როგორც აღმოჩნდა мама ბიზნესმენი ყოველთვის ეგ ნიჭიერნაცვალი ყავთ ყოველს ქოცნებიდან ვინც კი ინიშნება მაღალთანადობაზე ეგრევე ან мама ან მამიდა ან ბიძაშვილი კი ყველას მე მშობლები ჩუქნიან ფულს რა ხდება ირაკლი ხარსელაძის თავს რატო არის რომ ანუ დასაჭერი კიდევ ბევრია შენ ამას ამბობ ხო დასაჭერი კიდევ ბევრია კი არა ანუ პრაქტიკულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილედან დაწყებული ყველას მიმართ შეიძლება გქონდეს ძალიან ლეგიტიმური კითხვა თან ეხლა თბილისი მართლა პატარა ქალაქია შედარებით და საქართველოს ნახდათ პატარა ქვეყანა, ყველა ერთმანეთს იცნობს და უამრავი ჭორ მართალი გამოდიოდა და როგორც აღმოჩნდა, ჭორები კორუფციაზე ყველაფერი იყო სიმართლე. ხო, ახლა ბოლო-ბოლო ნიკოლოზ მჟავანაძის ვიდეო გავირუსდა ცოტა ხნის წინ, როცა გახსოვთ ხო, მოსკოვში რო გადავიდა ტელეწამყვანი და პროპაგანდისტი და ჟავანაძე თავად ამბობს, რომ ნოდარამელაძე დანიშნეთ, მაგრამ სუის უფროსად თუ ყველაფერში მართალი იყო და ეს თუ გამქრალია. გაიგე? ახლა ჩვენ რო ლაპარაკობთ აქ ერთი რაც არის, აი ვისაც ლაპარაკობთ, იმ ხალხისთვის, ვინც აი პირობითა და ის სოფელში, ბირჟაზე, უბანში და ასე შემდეგ, კოცი რო ეუბნებოდა, ხო?
ოცნების მომხრე რომ ეუბნებოდა რომ უიმე ღარიბაშვილზე იგონებენ და ლილუაშვილზე იგონებენ და ღირსებით და ორფეხზე და მტკიცედ და ლილუაშვილიც მაგარია და ჯუანშებურჭივალიც მაგარია და ომში გვითრევენ და ამჟამად ყველა ჩვენმა წესიერმა მოქალაქემ რომ იცოდეს თუ რას წარმოადგენდა ეს ხალხი და ასევე რომ რაღაც დასკვნები გამოიტანოს 2+2-ს 2 მიამატოს და მივიდეს იქამდე რომ 4 გამოდის ჯამში და მივიდეს იქამდე რომ ჯუანშე ბურჭულაძის და ლილუაშვილის და ღარიბაშვილის ომში ჩათრევა არავის არ დაჭირდება და ამათ უბრალოდ მოისყიდნენ და დავასრულებ გენპროკურატურის თავად გენპროკურატურის ბრალდება რაცა ლილუაშვილის მიმართ არის რომ ჩაღატაი ულქერმა აი ჩვეულებრივმა რაღაც მენეჯერმა თურქული კომპანიის $1 მილიონ იყიდა საქართველოს უსაფრთხოება იყიდა იმ ადამიანმა და არა ვინმე ერთი პირი. მინდოდა ხო ანუ აქ საუბარი იმაზე კი არა რომ რომელიღაცა მინისტრმა რაღაცა ქრთა მიაიღო აქ საუბარი არის რომ უშიშროების უფროსმა რომელიც ჩვენის ქვეყნის უშიშროებაზე აგებს პასუხს მიეყიდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვიღაც ჩაღატაის ხო ჩაღატაი ულქერი ლინკდინზე იზრდებს გარანტიას რომ ის რაღაც ის უცხო ქვეყნის მოქალაქეც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტი არისო ხო ჩვენ რა ვიცით ეხლა ანუ წარმოიდგინეთ ეხლა $1 მილიონ რო იყიდება შენი უსაფრთხოების ქვეყნის უსაფრთხოება ვისაც აბარია ხო ანუ აგენტზეც არა საუბარი ანუ როგორ რაღაცა იცი კაცობრიობის ისტორიაში ეხლა მოგთამა მოსყიდვა და ასე შემდეგ სულ არის მაგრამ შენი უსაფრთხოების უფროსი რომ $1 მილიონ გაიყიდება და მე რო გამოდიხარ და მტკიცედ გახარ არიქა ორფეხზე და deep state-ი ვერ გამარცხავს შევარცხუნე ეგ deep state-ი ჩაღატაი ულქერმა რო აჯობა ეს deep state-ი რა ანუ ან deep state-ზე აქვთ ამათ გადამეტებული და ნუ მოგეთ ხო ხვდები რა ბოდვასაც ესენი ესე ვთქვათ ავრცელებდნენ და რამდენად ყალბი გამოდის თავიანთივე გენპროკურატურის გამოსვლით ეს ბოდვა რა ჩაღატაი ულკერი რომელიც ჯობნის deep state-ს ანუ პირობითად რო ვთქვა ეგენ deep state-ში მოიაზრებენ Vanguard, BlackRock და State Street-ი არის ეგეთი დიდი ისა რა ქვია hedge fund-ები ამერიკული და წარმოიდგინე ტრილიონობით ფულს ატრიალებენ ისინი მართლა რა რაღაც ყველა კუთხეში აქვს სოფლიოს ინვესტიცია და ამათ ვერ შეძლეს და ჩვენმა ჩაღატაიმ ჯიგარმა შეძლო. ნუ რადონის ნონსენსია და ეს რა არის, იცი ახლა ჩვენ რო ლაპარაკობთ, ხო? ანუ საბოლოო ჯამში ხო იწერიტება ყველაფერი მთელი ინფორმაცია, საბოლოო ჯამში მიდის რავი, მეგობრების თავშეყრამდე, უბნამდე, ბირჟამდე და ამ შემდეგ და იქაც კი, აი ოცნების მომხრე რო იყო, ესეთი რაღაცის თქმა უკვე აღარ უნდა შეგეძლოს და უნდა შეგწყვას. უბრალოდ უნდა გაჩუმდე მაინც რომ ვეღარ უნდა თქვა ეგეთი რაღაცა, რომ აი ეს სისულელე რო აღარ უნდა ვრცელდებოდაც ამ ქვეყანაში. ხო, საბოლოო ჯამში რამე ვიღეთ, ხო, რომ ყველას ვისაც თქვა ოცნება ამ ბიზნესთან თანამდებობაზე დანიშნა, ან მოღალატე აღმოჩნდა, მათივე გადმოსახედა. მათივე გადმოსახედა, ჩვენ არაფერს ვაბრალებ. მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, გახარია და ასე შემდეგ. ან კრიმინალი აღმოჩნდა, ხო, ღარიბაშვილი და ეს აგერ ლილუაშვილი და სხვაები და კიდე რამდენი აღმოჩნდება, ხო, ეს არ ვიცით და ნუ მაინც მიუხედავად ამისა, ეს ხელისუფლება ჯერ მყარად დგას და ამ ყველაფერს ხარშავს, ანუ აი ამის გადახარშვასაც მოახერხებს, ხო? და რის ხარჯზე შენი აზრით? ეს ძალიან კარგი კითხვაა რა. ანუ ამ ხელისუფლებას თუ რამეს უნარი აქვს, ახალს არაფერს არ ქმნიან. ვერ გეტყვი რომ ქვეყანამ რაღაც განვითარების ახალი იმპულსი იპოვა ამ წლების განმავლობაში ან ამ მართულებით ძალიან განვითარდით ის კი არა რაღაც სფეროები რაშიც ქონდა განვითარება უკან მიდის და წავა ამათი რაღაც გენიალური პროექტების და რეფორმების გადამკიდე მაგრამ აი ეს უნარი რომ ყველაფერი გადააგორონ რა არც ბევრი ფაქტორი შეიძლება აიხსნას, მაგრამ ყველაზე სწორია ამ ფაქტორთა ერთობლიობით რო აიხსნას რა. აიხსნას როგორც ხალხის მოწყვლადობით, აიხსნას იმით, რომ საკმაოდ ბევრი რესურსები აქვთ ფინანსურად მათ შორის და ეს რესურსები 22 წლის მერე მაშინ როდესაც ძალიან დიდი ფული წამოვიდა რუსეთიდან და უკრაინიდან ხდებოდა კაპიტალის გამოქცევა. მოდი ახლა პირდაპირ ვილაპარაკოთ ამაზეც, ხო? ანუ ვისაც ქონდა საშუალება, ყველა სხვადასხვა ქვეყანაში მიდიოდა, ხო? შეიძლება ვიღაცა მონაკოში წავიდა, მაგრამ ვიღაცა თბილისში წამოვიდა და ეს ვიღაცების რაოდენობა ძალიან დიდი იყო რა. პლუს ეს ხალხი, რომელიც ერთია რომ აი ფული შემოქონდათ ამ ქვეყანაში, პლუს ეკონომიკურ დოვლადსაც ქმნიდნენ, ისეთი ხალხი შემოვიდა, ანუ პირობითად რო ვთქვათ, ის IT-შნიკების რაღაცა ტალღა თუ ასე შემდეგ და რაღაც მეტნაკლებად ისეთი ახალგაზრდა ტიპების, რომლებიც
ეკონომიკაში, ეკონომიკურ საქმიანობაში საქართველოს ჩაერთვნენ, ამათთვის ყველაფერი კარგად დაჯდა, მოდი ესე ვთქვათ, რა. და ამ ფაქტორთა ერთობლიობა, ხალხის შიში, პროპაგანდა, რომელიც ჩემეთ არ არის კარგი პროპაგანდა და გაცილებდი შეიძლება როგორ თქვა უკეთესად შეიძლება თქვა რა მაგრამ მიზანს აღწევს რა მიზანს აღწევს ხო იმიტომ რომ პროპაგანდა არა აუცილებელი ყველა შეაღწევდეს მიზანს მაგრამ 4 5 რა ვიცი 9-10%-ში რაღაც რაოდენობა მოსახლეობის პროპაგანდით უჭირავთ რაღაც რაოდენობა ხელფასით და ასე შემდეგ ამ ფარცხალაძის ისტორიას რო გავუყვეთ ხო ძალიან კარგად აჩვენებს ამ ხო რა განვითარებას ასე ვთქვათ რაზე იდგა აქამდეც კი აღმოჩნდა რომ ქართული ოცნება ადამიანი ფარცხალაძე ვინ იყო ხო თავიდან დანიშნეს პროკურორად მერე გაირკვა რომ იყო ბოტასების ქურდი ბოტასების ქურდობაში ედებოდა ბრალი გერმანიაში ეს სკანდალი რომ გაუსკდათ იძულებული გახდათ გადაეყენებინათ მაგრამ ფორმალურად ისევ ის დარჩა რეალურად ანუ ბიძინა ბოლომდე მას ვერ შეელია კი გადააყენეს მაგრამ ჩვენ ხო გვახსოვს ხო რეალურად ისალაგებდა ყველაფერს და საქმე იქამდე მივიდა ეს ახლა არ უნდა დაგვაუწყდეს და გავიხსენოთ რომ სპორტის ყოფილი მინისტრი, ანუ ოცნების მთავრობის ყოფილი მინისტრი და სასიკადულო, რა ვიცი, მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელის დავით ყიფიანის შვილი, ლევან ყიფიანი ჩაიყვანა სარდაფში და რაღაცა დააკაჩავა როგორც ჯერ კიდევ მაშინ ჩაიდინა კრიმინალი ფარცხალაძე. და ეს ახლა რაღაცა ჭორად კი არ გავრცელებულა, ეს ლევან ყიფიანი დაჯდა და მეორე ადამიანს მოუყვა საკუთარი პირით ფარცხალაძე როგორ ჩაიყვანა როგორ დააკაჩავა რაღაც იმით რა ჩვეულებრივ კრიმინალურ გარჩევა როგორ მოუწყო სოფლის რა სპორტის ყოფილი მინისტრი და ეს ისე გატარდა ვითომაც არ მაშინაც დაიცვეს ფარცხალაძე გადაეფარნენ პასუხი არ მოთხოვეს და ეს ყველაფერი ხო მოწმობდა რომ ესე დღეს გვეუბნებიან ოცნების წევრები რომ დიდი ხანია ეგო მთავრობაში არ არისო და მთავრობაში არ არის დიდი ხანია მფარველობენ მაინც მთავრობაში არ არის და ეს არ დაგვაგვიწყეს რაქნეს რო დაასანქცია ამერიკა მერე იმის მერე წლები გავიდა ამის გამო ხوار დაიჭერეს მოსკოვში წავიდა იქ რაღაცა რომანოვი გახდა და დაასანქცია ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ეროვნულმა ბანკმა რა გააკეთა რავი ახლა შენ გეწერა ამის შესახებ როგორც მახსოვს და ბევრს ეწერა Facebook-ზე ხო ესე დეტალურად რომ მოუყვეთ იმის შესახებ თუ რაქნე როგორ დაიცვა ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძე და ეს ხო თავისით არ გააკეთებდა ამას არა გააკეთებდა ანუ ვინ ნორმალური გააკეთებდა თავისით ამას მე რა ვიცი პირველი როდესაც ქართული ოცნება იძახის რომ აიმე ფორმალური თავმდებობა არ უჭირავს და ასე შემდეგ რავი ბატონ ბიზნესს არავით არის ფორმალური თავმდებობა არ უჭირავს და რო გამოდგებიან ხოლმე მაშინ რავი რატომ იცავს სიტყვაზე შალვა პაპუაშვილი კერძო პირის რომელსაც ფორმალური თავმდებობა არ უჭირავს რაღაც სახელს თუ რეპუტაციას პირობითად რო ვთქვათ ხო როდესაც ფარცხალაძე მოკლედ ფარცხალაძეს დაუბრუნდეთ როდესაც ფარცხალაძე აღარ იყო უკვე გენერალური პროკურორი სიტუაცია რეალურად პრინციპში გაუარესდა რადგან იმდანად დიდი არაფორმალური გავლენები მოიპოვა ამ ადამიანმა და იმდანად სწრაფად გამდიდრდა იმდანად დიდი ოდენობით გამდიდრდა ხო რომ ეს ყველაფერი რაღაც ნორმალური რაღაც ბიზნესი და უცებ რომ გამდიდრდა ეს ვიკითხეთ რანაირად გამდიდრდა თქვენი საქმე არ არისო გითხრეს სპორტის მინისტრის ცემა ხო ის დამავიწყდა აუდიტორი როცემა ლაშათორდია ხო სპორტის კაცმა ჯერ სპორტის მინისტრის ცემა მერე აუდიტორი ცემა მთავარი ქვეყნის და ამ ყველაფერზე ხელი დააფარეს და გვეუბნებიან ჩვენ რა შვაში ვართ. ანუ ხო და აი ეგ ყველაფერი ერთად ხო, კაი ჯანდაბას დაუშვათ, კიდე შეიძლება თქვათ რა, ნუ აი წლების წინ მოხდა და ასე შემდეგ თან მართლა შენი არ იყოს, სადაც ლევან ყიფიანი, ანუ ქართული ფეხბურთის ლეგენდის შვილი, ქართული ოცნების წევრი, სპორტის მინისტრი და ასე შემდეგ, სადაც ლევან ყიფიანი აი ესე ტიპმა დააკაჩავა, მოდი ეს თქვა გამოვიყენოთ, სხვას რისი იმედი უნდა ქონდა, რომელსაც აი რომელიც ფარცხალაძეს უბრალოდ ხარს გაკრავდა ან ქუჩას გადაუჭერიდა ცუდად ან ამას თვალში არ მოვიდოდა რაღაცა ხო და ეხლა უყურებ მეორე მომენტი ეს შედარებით უფრო ადრეა მომხდარი 2023 წელს ეროვნულმა ბანკმა ყურებზე დააყენა მთელი საბანკო სისტემა დააყენა დარტყმის ქვეშ მთელი საბანკო სისტემა იმიტომ რომ ეს ჰაი-ჰარაულზე არ არის შევახსენოთ ჩვენს რადიო მოსმენელებს რა როგორ დაიწყოს დასანქცირდა ფარცხალაძე კი ბატონო რუსეთთან რაღაც ფაქტობრივად რუსეთის ჯაშუშად გამოაცხადა ამერიკის შეერთებული შტატები და მე ეროვნულ ბანკმა როგორც აქამდე ხდებოდა თქვა რომ მე ავასრულებ ხო თავიდან გამოსცა ბრძანება კი ბატონო
და მე უცებ გამოვიდა ირაკლი ყობახიძე და თქვა რომ ეროვნულ ბანკს ამის უფლება არ აქვს. კონსტიტუციას არ ღვევსო და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად ეროვნულ ბანკს თავში ჩაარტყეს მარტო. ხო, ანუ ეროვნულ ბანკს, რომელიც მაშინ იყო მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ნათია თურნავა და დღეს არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეროვნულ ბანკს ირაკლი ყობახიძემ, დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა პრაქტიკულად უთხრა, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევა არის და ამას რას ჩადიხართ ხალხო, ფარცხალაძეს გვისანქცირებენ და ნუ გადაეფარა ესე ვთქვათ, მთელი ქართული ოცნება ფარცხალაძეს, დღეს იყო მაგალითად ამოვარდა არქივიდან ზარქუას გამოსვლა და სხვების უამრავი გამოსვლა არსებობს და პრაქტიკულად მთელი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ქართული ოცნება პროპაგანდისტების შევ გადაეფარნენ ფარცხალაძეს. მერე გამოვიდა ეროვნული ბანკი და თქვა რომ უი ეგრა მოგსულიაო და საგამოვნაკლისო რაღაცები ანუ ამ ტიპისთვის გააკეთეს ყველაფერი. იუსტიციის სახლში გადააფორმებინეს უამრავი ქონება რაღაც ძალიან მოკლე პერიოდში შვილზე და ასე თორდობით ეკლესიის შატყუდაც კი და დღეს თავადვე ბრალი დასდეს ამ ადამიანს შეკვეთი მკვლობის ორგანიზებაში და ეს ერთმანეთთან არაფერი არ ჟდება ამ შემთხვევაში არ შეიძლება ასე იძახდე რომ deep state-ს ვებრძვიდა ჯუანშერ ბურჭულაძე ყავდა რომელიც ერთი კონტრაქტია მისი სხვა შორის აი თავდაცვის სამინისტროში მისი ერთი კონტრაქტია ჯერ განხილული მეტი კი არა მერაბ ერთი კონტრაქტი და ისიც კორუფციული მოშ და 1.5 მილიონი მოიპარა და ეხა ვიცი რომ აი რავი ჯარში და რავი ვიყურებენ თუ არ შემდეგ და ყველაფერი კარგად იცის აი ბიჭებო, ელემენტარულად მაინტერესებს თქვენ როგორ გძნობთ, აი როგორ დაცული არის ქვეყანა. ბოლოს როდის შევიძინეთ რამე მეტნაკლებად თანამედროვე შეერაღება და რა მდგომარეობაშია ჩვენ ჯარი. რის იქეთ გამოცხადებელები ვისთვის ვართ ომის. აქეთ რო ღმერთმა არქას უკაცრავ და ჰესბოლამ რო დაიწყოს საქართველოსთან ომი, იმას არ ვიცი რამდენი ხანი გვეყოფა ტყვია წამალი მაგაზე. ხო, დაგვაწეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კიდე ციხეშიზის რომელ მიქაუტაძე რომელიც შეიძლება გამოუშვან იმის გამო რომ სხვები დაასახელა ვიდი პარავდა და ასე შემდეგ. აქვე არ უნდა დაგვაწეს რომ თითქმის ყოველდღე იჭერენ წვილფეხობას ამას ყურადღებას არ ვაქცევთ მაგრამ პროკურატურა გამოდის და ამას ყოველდღე მართავს და სუსი ბრიფინგებს რომ ვიღაცა სადღაც 1000 ლარის ქრთამის აღებაზე დაიჭერეს 500 ლარის სოფელში სადღაც გამგეობა სამინისტროში ანუ ფაქტობრივად ტოტალური კორუფცია ხო და გადაცემის დაწყებამდე ვამბობდი რომ ეს ხელისუფლება გვეუბნება რომ აი ჩვენო კანდიდატის სტატუსი არ მოგცესო 2022-ში ძალიან დაგვჩაგრესო იმიტომ რომ ჩვენო კორუფციას დაბალი დონე ჰქონდა და მოლდოვა და უკრაინაში კორუფცია ყვავისა და ეხა მათივე გამოძიებით ირკვევა 2022-ში ყველა კორუმპირებული ყოლია სუსის უფროსი პრემიერი თავდაცვის მინისტრი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რა ვიცი ხო და მე მგონი ევროკავშირმა უკეთ იცოდა გამოდის რა ხდებოდა საქართველოში ხო ვიდრე ამ რა ქვია ყობახიძემ არა ნუ პრაქტიკულად მართლა ძალიან სწორად გაგახსენდა რა რომ ანუ წუწუნებდნენ იმას რომ ჩვენო რეიტინგებით ნახეთ რამხელა ადგილი გვაქვს და ეხლა მე უბრალოდ რეიტინგების შემდგენელებთან მაქვს კითხვა მეტი არავისთან რომ როგორ ადგენენ ამ რეიტინგებს ანუ ძალიან მაინტერესებს პატრულის რიგით თანამშრომელი რო არიღებს და შეს მინისტრი რო იღებს ეგ არის რა კორუფციასთან დაკავშირებით რეიტინგები რო აუხსნათ ჩვენ ეგ არის ხო perception არის როგორ იგრძნობა კორუფცია ანუ მოსახლეობა გრძნობს საკუთარ თავზე აქ თუ არა შეხება კორუფციასთან ანუ გამოკითხვები ტარდება ჩვეულებრივად ეხლა მოსახლეობას რო ეკითხები ის ამბობს რომ რავი ეხლა პოლიციას ქთამი არ მოუთხოვია ჩემთვის გაიშნიკი აღარ არის და პოლიცია რაღაცა ის პატრული ქთამს არ მთხოვს პასპორტის აღებაზე ქთამს არ მთხოვენ და როგორც შევარდნაძის დროს იყო და ანუ რიგით ადამიანებს ქუჩაში რო გააჩერდა ეკითხები კორუფციასთან გააქვს შეხება ისინი ამბობენ რომ იცი რა მე პირადად არ მქონია კორუფცია შეხება ესე დგება ეს რეიტინგი ოღონდ რას თავადვე სწორად თქვი თავრობის წვერში ვირას იპარავს იმ ხალხმა რა იცი კი აბსოლუტურად მაგრამ რას თავადვე სწორად თქვი უკვე ძალიან დაბალ დონეზეც ძალიან ბევრი ეგეთი შემთხვევებია რა და ეგ შემთხვევები ანუ ისევ და ისევ რას თავიდანვე თქვიან კითხვის ნიშანი ის კი არა გაქვს რომ ესენი რატო დაიჭირეს კითხვის ნიშანი ერთადერთი გიჩნდება რომ სხვები რატო არ არიან დაჭერილები სხვებთან რა ხდება რა ну მიგვონდა ხა შენ ახსენე მგონი ინფრასტრუქტურის მინისტრი ქარსელაძე რომლის ირგვლივ ხა ყოველთვის ასე ვიწროვდება ხო ამდენი კორუფციული რაღაც გამოავლინეს ხვალ შეიძლება მაგის რიგი დადგეს კი მაგრამ კიდე არის კითხვა ეს ხალხი რომელიც ახლა ამათ იჭერს რომელიც ახლა გამოდის და უი ესენი ყოფილან ქვეყნის ამგდები ეს შემთხვევით ის ხალხი ხო არა რომელიც პარლამენტიდან ქვეყნის რაღაც მაღალი ტრიბუნებიდან პროპაგანდისტული არხებიდან და შემდეგ ამ ყველაფერს ამართლებდა და ამ ხალხს იცავდა და ეგ არის რომ მე მართლა გულწრფელად მივესალმები ნებისმიერ ბრძოლას კორუფციასთან მაგრამ ბიჭო ხა შენ რომ მე მიმტკიცებ რომ შენ ებრძვი ამას რომელიც გუშინ ამ ყველაფერს ამართლებდი და
გულწრფელი ხარ ამაში და ეხლა გენდო პარლამენტი ევალება ზედამხედველობა. კი ბატონო, ზედამხედველი ორგანოა. ეკონტროლებინა თუ ვინმე არ იძიებდა კორუფციას, სუსის უფროსი დაებარებდა, მოეთხოვარად, მაგრამ რას დაებარებდა თვითონ იყო სუსის უფროსი აღმოჩნდა კორუფციას ჩაფლული. ხო, იქ შეგიძლია საგამოძიებო კომისია შექმნა და თუ არ იძიებს პროკურატურა შენ გამოიძიო რაღაც კორუფცია და რამდენჯერ მოითხოვა ოპოზიციამ გვახსოვს ხო წინა პარლამენტში. ბატონო, ოპოზიცია ჟურნალისტები რა მოითხოვა ოპოზიცია მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა კორუფციასთან დაკავშირებით. იმ კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც კობახიძემ თავად ჩაწერა ეს მუხლი, რომ ოპოზიციას ქონოდა უფლება. ანუ წარმოიდგინეთ რა გააკეთეს, რომ კობახიძემ შეცვალა კონსტიტუცია და ჩაწერა მართლა სუპერ დემოკრატიული მუხლი, რომელიც მე ძალიან გამიხარდა და მივესალმე მაშინ, რომ 50 კაცს პარლამენტში შეუძლია შექმნას საგამოძიებო კომისია, მოითხოვოს და პარლამენტმა უნდა შექმნას. სხვა გზა არ აქვს. ეს ჩაწერეს კონსტიტუციაში 2020-ში მე მაგალითად როცა ვემხრობოდი ოპოზიციის შესვლას მაშინ პარლამენტში და ვამბობდი რომ არასწორია ბოიკოტი, ერთ-ერთი მიზეზი ამას ვასახელებდი რომ ახალი მუხლია ოპოზიცია შეგიძლიათ ბერკეტი გაქვთ ხელში შექმნათ საგამოძიებო კომისია და თუ არჩევნები გაყავდა თუ კორუფცია ყველაფერი შეგიძლიათ გამოიძიოთ. ხო შევიდა მე რა მთელი შარმიშელი და ამბები ეს ოპოზიცია და რომ მოითხოვეს პირველი ეს კორუფციაზე იყო როგორც მახსოვს თუ მოსამართლეებზე მოითხოვეს საგამოძიებო კომისია და რა გააკეთეს პროცედურული ხრიკები მოიგონეს ანუ კვორუმი რომ არ შემდგარიყო და საკუთარი ხელით ჩაწერილი ნორმა კონსტიტუციაში ფაქტობრივად ფარატინა ქაღალდად აქციეს იმით რომ პარლამენტს არ დაესწრო ქართული ოცნების წევრები არ მოვიდნენ სხდომაზე და კვორუმი არ შედგა და შესაბამისად კენჭრისხაც ვერ შედგა ამ კომისიაზე. ხო, ანუ ეგეთი ხრიკით ჩააგდეს. კი ბატონო, ძალიან ნაცნობი, ანუ ეს დღეს გვეუბნებიან რომ ჩვენ რაშვაში ვართ კორუფციასთან, ხა საპარლამენტო გუნდი. სხვათა შორის იმას რომ უხსენებენ კობახიძეს ხშირად იმ გამოთქვას რომ აი ჩვენ გუნდის წევრებსო რომ წიროფული დაუდოო. კი მახსოვს ეს გაბუნიასთან. ხო, გაბუნიასთან. მაგაზე შეუძლია კობახიძეს თქვა რომ იქ ამბობს ასეთ ფრაზას რომ საპარლამენტო გუნდის წევრებსო. ანუ თავრობაზე მაშინაც არ დაძო თავი. მაშინაც არ დაძო. ეს თქვენია, იმიტომ რომ საპარლამენტო გუნდის წევრი არის ღარიბაშვილი, იმიტომ რომ საპარლამენტო ქვეყანაა კონსტიტუციით, კონსტიტუცია ამას უსვამს, ხავს როგორ ჩანს, ან დინარაძეები, ოხანაშვილი და არ გამოვა მე რა უკვე ყველაფერი. ხო, მაგრამ დაუშვათ ისინი ჯერ არ ვიცით, ხო, ეხა ისინი დაუშვათ თამს არ იღებდნენ, მაგრამ თქვენ ხო გევალებოდათ ამ თავრობის კონტროლი. და იმის ვაგრად რომ გაგეკონტროლებინათ აქეთ ადანაშაულებდით ოპოზიციაზე, NGO-ს, ჟურნალისტებს, ვინც ხმას იღებდა კორუფციაზე, ყველაზე ეუბნებოდა რომ თქვენ ხართ აგენტები, მოსყიდულები, რავი. ხო, ყველა იყო ცუდი ტიპი და ერთადერთი ესენი იყო კარგი, ანუ ეგ არის ამათი და ქვეყნის უბედურებაც ეგაა და პრობლემაც რომ ბიჭო, ადამიანი რომელიც შენ რაღაცას გაკრიტიკებს და რაღაცას მიგითითებს, მაინც და მაინც შენი მტერი არ არის. ამათ ყველა ნეიტრალური ადამიანი, რომელსაც ესე ვთქვათ არც უნდოდა ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა და ასე შემდეგ ამ თავიანთი უტიფრობით თავიანთი ზღვარ გადასული აი ამ აგრესიით ნებისმიერ ნეიტრალური ტიპის მიმართ ყველა გარიყეს რა ანუ ამათთან ეხა ვინცაა დარჩენილი ხო ანუ ეს არის ის კატეგორიის ხალხი რომელიც ამათ ყველაფერს გაუправებს მოდი ეს თქვა გამართლებს არ მინდა ეს ქართული სიტყვა გამოვიყენო აი გაправება არის რაც შეესაბამება ამ ყველაფერს რა რომ მეტი არავინ არ შემორჩათ ირგვლივ რომ შეუძლებელია რომ ადამიანს გახსოვდეს რას იძახდა კობახიძე როგორ ამართლებდნენ დინარაძე იქნება კობახიძე თუ ნებისმიერ სხვა ადამიანი როგორ ამართლებდნენ აი ამ ყველაფერს და დღეს გეუბნებიან რომ ღმერთო მე ვარ ისევ ესე დამნაშავეა მე მეტრველია დამნაშავე ამ ყველაფერში და შენ ხარ პარლამენტი ხარ მაკონტროლებელი ხარ იმის ნაცვლად რომ შენივე ჩაწერილი რაღაც ნორმები და მუხლები აღასრულო იგონებ რაღაც ყველანაირ მიზეზს რომ ოღონდ ღარიბაშვილზე არ გავიდეს გამოძიება, ოღონდ ნილოშვილზე არ გავიდეს გამოძიება და მე შენვე ამ ხალხის წინააღმდეგ გიწყებ გამოძიებას და თან შენვე ამბობ რომ მე რა შუაში ვარ რომ ეს ყველაფერი ხდება, ანუ მე ვარ შუაში ან შენ ხარ შუაში. გამოვიდა რომ ყველა არის შუაში მათ გარდა და ეხლა თვითონ წარმოჩინდება რაღაც კორუფციასთან მებრძოლ რაინდება და ასე. ხო, ნუ, მაგრამ ბოლო კითხვა მექნება, აუცილებლად უნდა კითხო ოპოზიციაზე, სულ ცოტა დრო გვაქვს, იმიტომ რომ წეგან დავსვი შეკითხვა, რომ ამდენი რაღაცა გადაიტანეს, ხო, ყველა მოღალატე, ყველა კორუმპირებული აღმოჩნდა, აგერ ფარცხალაძეს თურმე კრიმინალს იცავდნენ ამდენი ხანი ეფარებოდნენ და მაინც ახერხებს ხელისუფლება, რომ ეს ყველაფერი გადახარჯოს და ამაზე და არაფერი არ დაემართოს ამ ხელისუფლებას და ამაზე პასუხი ის ხო არ არის, რომ უბრალოდ ოპოზიცია არ ყავს ნორმალური. თორე აქ რომ ნორმალური ოპოზიცია იყოს, ამდენი სკანდალის გადახარშვას ხო ვერ შეძლებდა ხელისუფლება. მე მოდი ესე გეტყვი და არ ღირს ოპოზიციაზე.
ამ ხელა რაღაცის ტვირთის აკიდება და გადაბრალება. უბრალოდ მოდი ერთ რაღაცას დავფიქრდეთ. აი ვის მოიაზრებ ოპოზიციაში, ხო? ვიდრე რომ გითხავ, თავად გავაგზელებ რა. ანუ უყურე საქართველოს ოპოზიცია არის როგორც ზურა მახარაძე, ალტინფო და ირმა ინაშვილი პირობითად რო ავიღოთ, ასევე არის იაგო გირჩი, ასევე არის კაკო ბობოხიძე, ასევე არის, რავი, ვინ გითხარით ამისგან ნიკა მელია თუ თინა ბოკუჩავა. ანუ ჩვენთან ოპოზიციას უძახიან ხოლმე აი ამ ბებერთელა ერთობლიობას. არა, ყველა ოპოზიცია ფორმალურად ეხლა. უყურე არა, მე კი არ ვამბობ, რომ ფორმალურად არაა ოპოზიცია. იქეთ ამხარეს პირობითად, რა კი ერთი თავი მართავს. არა, მე ისეთ გამოცე ვერან ვერ ახერხება, ვერ მოახერხა. იცი რატო ვერ ახერხებს? ვერც იმან, იქეთ ვერც ამან. იქეთ რო არის, იქეთ ამხარეს პირობითად ქართული ოცნების მხარეს რო არის ერთი თავი, იმ ის ერთი თავი რა შეცდომასაც არ უნდა უშვებდეს, ყოველთვის ახერხებს ამ შეცდომების გადაფარვას, გადაგორებას, გამოსწორებასაც კი, იქამდე სანამ აქ 20-25 პარტია რაღაც ერთზე შეთანხმდება და ესაა პრობლემა. ხო, ეგ ხო და რაღაც ხო არის პრობლემა, ერთი ეგ არის პრობლემა. მეორე ის არის, რომ ბევრი დისკრედიტირებული ამ ოპოზიციაში, ხო? ვიღაცებს წინა ხელისუფლების დანახვა არ უნდათ, ვიღაცებს პრორუსების დანახვა არ უნდათ, ვიღაცებს გირჩის დანახვა არ უნდათ და ერთმანეთთან დგომა არ უნდათ და ერთმანეთთან ციხეში ჯდომა და თანახმარიან თქოს, ეგეც კი ბატონო, ეგ არის ქართული პოლიტიკის ძალიან ცუდი პარადოქსი. იმიტომ რომ ისევ და ისევ რა თუ კი შენ იმის გვერდით არ დადგები, ამის გვერდით არ დადგები და რაღაცა რავი ახლა მაშინ ეს არასოდეს არ მორჩება, ეს უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ხო, ანუ ასე იქნება რა. ანუ ქართულ ოცნება კიდე ხვალ არ ვიცი, კიდე ვიღაცებს დაიჭერენ და კიდე აღმოჩნდება ნახევარმთავრობა კრიმინალი, კიდე რაღაცა აღმოჩნდება ისა, მაგრამ ისევ ქართული ოცნება, ანუ დღეს გამოვიდა, რომ რაზეც უნდა ლაპარაკობდეს ოპოზიცია და რა თემების ოპოზიციას უნდა ეჭიროს, ის თემები ირაკლი კობახიძე აღმოჩნდა, იმის რა ქვია, ღარიბაშვილის ოპოზიცია და ლილუაშვილის. და იმას ფასებზე და რაღაცებზე იმაზე რა ქვია გაძურებულ პროდუქციაზე და მასთან ბრძოლაზე პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს. მე ხვალ ვიღაც აღმოჩნდება კობახიძე ოპოზიცია და იტყვიან რომ აი ეს კობახიძე იყო რაც უდი ტიპი ყოფილა ხა სტალინის დროს მეტი კი აფერი ახდებოდა ხო სიტყვაზე ანუ იაგოდა შეცვალა ეჟოვი შეცვალა ბერიამ ანუ და ყოველთვის აღმოჩნდებოდა რომ სტალინმა არიცი სტალინს უმალავენ რაც ხა არ გამოდის ესე რა ანუ თუ პირობითად სააკაშვილის დროს თუ რამე ცუდი ხდებოდა, ან კარგი ხდებოდა, სააკაშვილის პასუხისმგებლობა იყო ორივე და სტალინის დროს თუ ცუდი და კარგი ხდებოდა, სტალინის პასუხისმგებლობა იყო, დღეს როგორ არის რომ არავის პასუხისმგებლობა არაა ეს. ხო, ანუ არ გამოდის ესე რა, ესე არც ქვეყანა იმართება, ოჯახი არ იმართება ესე და არაფერი იმართება რა. ხო, მაგრამ ფაქტია გამოდის და ნახოთ მომავალ წელს რა იქნება. მადლობა. ბატონო. მომავალ წლამდე. მომავალ წლამდე. ზურა ფარჯიანი იყო ჩვენი სტუმარი. პრიორიტეტად გამოაცხადა ის, რომ ცენტრალურ ადგილებზე უნივერსიტეტების შენობები, რომელსაც არ აქვს სტატუსი, ძეგლის, შეიძლება გასხვისდეს და უკვე აი თესეუს ერთ-ერთ შენობაზე უკვე არის ლაპარაკი. ცირა ბარამიძე იქნება ჩვენი სტუმარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მოგესალმებით, ქალაქ. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის და ამ თემით დავიწყოთ, რა ხდება, რომელ კორპუსზე არის საუბარი და ამდენად რეალურია, რომ გაიყიდოს მართლა ეს თესეუს კორპუსი, იმიტომ რომ მაშინ პრემიერმა თქვა, რომ აი პირველი და მეორე კორპუსი არისო მარტო ისეთიო, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, თორემ დანარჩენი როგორც აღმოჩნდა, ყველა შეიძლება გაიყიდოს. დიახ, ეს განაცხადი იყო. ეს არ ეხება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. აქტივებისადმი ინტერესი, ჩემი აზრით, არის ამ რეფორმის კონცეპტუალური ნაწილის თანამდები და ვიტყოდი მთავარი ლაიტმოტივი. ეს არის მიზანი. ანუ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეს არის. რო აქტივები ორი მიზანი აქვს ჩემი აზრით. ორივე მთავარია და ერთ-ერთი სწორედ ეს გახლავთ. მეორე რომელია? მეორე რომელია და რიგით პირველი მე ვფიქრობ ეს ორივე პრიორიტეტია. პირველი ეს არის კონცეპტუალური ნაწილი, ანუ ისეთი პროფესურის და ისეთი განათლების სისტემის მიღება, რომელიც აფილირებული იქნება გეოპოლიტიკური კურსის ცვლასთან ერთად იმ კონტექსტთან, რომელსაც ევრაზიული კავშირის კონტექსტი ქვია. ანუ ეს არის დისტანცირება დასავლური ღირებულებების განათლების სისტემასთან, რაც უკვე გაცხადებულია ამ კონცეფციაში და მეორე ეს არის ფული, ბიზნეს ინტერესები, რომელიც უხვად არის ამ სივრცეში, აკადემიურ სივრცეს გულისხმობ, მე შორს ვარ მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან, ამ შემთხვევაში გლობალურად უყურებ პრობლემას.
კონცეფციაში, რომელიც 4 გვერდი იყო და რომელიც ვიტყვი, რომ სულად არაკომპეტენტურად არის შედგენილი. ვიტყოდი არაკომპეტენტური კომისიის მიერ, რომელიც მე გამოვიწვიე დიალოგში, მაგრამ სამწუხაროდ მათ ჩემგან ეს გამოწვევა არ მიიღეს. იმ კონცეპტუალურ ნაწილში გაცხადებულია მთავარი მიზანი. სამიზნე არის უმაღლესი განათლების სისტემა. სასკოლო ეს მერე მიყვა. არასკოლამდელი ეს საერთოდ ჭრდილში იყო. არამედ უშუალოდ უმაღლესი განათლების სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ აქტივები სწორედ აქ არის უფრო მეტი ვიდრე საშუალო განათლების სისტემაში. საშუალო განათლების სისტემის აქტივები არ არის ესეთი მაღალღირებული, როგორც ეს უმაღლესი განათლების სისტემის აქტივები, ანუ შენობები და როგორც ბალანსი რიცხული თუ ბალანსგარეშე რიცხული ქონება გახლავთ. ანუ გაეპარათ ამ კონცეფციაში მთავარი მიზანი. იმიტომ რომ თუ განათლების რეფორმას ატარებ და რეფორმა ნამდვილად საჭიროა, მაგრამ ამ გაცხადებულ კონცეფციას არაფერი ხარისხის ზრდასთან საერთოდაც კი არ აქვს, ნიშნულიც კი არ არის. არ იკვეთება, პირიქით, ეს არის რეტროგრადული, ეს არის ისეთი დამანგრეველი. მე ვიტყოდი, ეს არის ინტერვენცია განათლების სისტემაში სულად. კონკრეტულად როგორ? ამ სტუდიაში ბევრჯერ ითქვა ამის შესახებ, მე მოკლედ შევაჯამებ, ჩვენი მიზანი დღეს სხვა არის, მაგრამ ვიტყოდი, რომ იმიტომ რომ განათლების ხარისხს ვერ უზრუნველყოფს, ვერც სკოლამდელი აღზრდის ის მიდგომა, რომელიც ჩვენ ნახეთ, თუნდაც კორუფციას აბრალებენ, სუსის უფროს სკოლამდელი აღზრდის წარმოიდგინეთ. ბაღებში ახლა დიდი ამოცანის ნაცვლად აბრალებენ სრულად ამს. ანუ ჩვენ რა იმედი გვაქვს, რომ თუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ 214 მეგაპროექტიდან 161 ვერ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა, ჩვენ რა იმედი გვაქვს, რომ დანარჩენი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ახლა სახელმწიფო ერთგვარი საკანონმდებლო რეკეტის ფორმატით ჩაიდებს ჯიბეში. და თუ შესაძლებელი ამას ვაჩვენებ. ანუ ეს ხარისხთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული. იმიტომ რომ სკოლამდელი აღზრდის თვალსაზრისით და შემდგომ საკვალიფიკაციო ჩარჩო ზოგადი განათლების ფორმატში. სულ აგერ რამდენიმე ხნის წინ განათლების სამინისტრო თავს იწონებდა, რომ 9+3 ფორმატიდან ეს არის საბაზისო და საშუალო განათლების ტრანსფორმაცია 10+2-ზე. 9+3 შეიცვალა 10+2. მე დღეს მაინტერესებს, სად არიან განათლების სამინისტროს შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ. საკმაოდ წარმატებულადაც შესაბამისად გამოყოფილი იყო დიდი ფინანსური რესურსი, რომელიც სესხის სახით არის ჩვენი ქვეყნისთვის და უცბად აღმოჩნდა, რომ გადავდივართ 11 წლიან სწავლებაზე. მას შესაძლოა განათლების სახელმწიფო, მოდი ასე ვთქვათ, მიმართულია გააკეთოს ფინანსური დანაზოგი უკაცრავად 3+1-ით. 3+1. ანუ აკლდება როგორც სკოლაში სწავლის წლები, ისე აკლდება უმაღლესი. და ასევე, რა თქმა უნდა, ბაკალავროსა და საგანძილო. ეს არის რა თქმა უნდა, ეს ერთი ამ ხრივ დაზოგადებული ფინანსა. პლუს შენობების გაყიდვითაც ისე ხო, რომელ კორპუსზე არის თესეუს ლაბორატორია? თესეუს რამდენიმეზეა და მივალიქამდე მანამდე ისე მეორე საფეხურს შევეხები სკოლამდელ, ანუ სკოლის საშუალო განათლების სისტემაში ვსაუბრობ. რამდენი სკოლაა დღეს აუშენებელი? გნებავთ აგერ ჩვენსავე რამდენიმე რეგიონში. ხალხმა ქუჩა გადაკეტა იმის გამო, რომ ბავშვები სკოლაში ვერ ამაზე ითქვა და აი მაგალითად დუისის სკოლა ააშენეთ, 32 მილიონი იყო, რამდენადაც ეცი გამოყოფილი. რამდენი წელი არ აშენებდა. არის რამდენიმე სკოლა ასაშენებელი. დიახ, ჩვენ ხო რეგიონების და პერიფერიების განვითარების ეგიდით ვსაუბრობთ ამ რეფორმის თვალსაზრისით, რომ საჭიროა რეგიონების გაძლიერება. დიახ, მაგრამ ამ ფორმატით ნამდვილად ვერ გაძლიერდება. სამაგეროდ ომალოში ხიდი ააშენეს მეორე ხიდის გვერდით, სრულიად მოქმედი ხიდის გვერდით, რომელიც ძალიან ძვირით დაუჭდა ჩვენ სახელმწიფოს. ეს ხიდი არსად არ მიდის და თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე კილომეტრში სასაზღვრო ზოლია ეს და იქიდან ორი ძირითადი ბაზა არის სამხედრო ბაზა ჩვენი მეზობელი ოკუპანტი ქვეყნის, მაშინ კითხვა დაისმის, რატომ დაიხარჯა იმხელა თანხა ხიდზე, როცა ხიდის საჭიროება არ იყო და არსად ეს ხიდი არ მიდის და რატომ არ დაიხარჯა თქვა განათლების სისტემაზე შესაბამისი რესურსები. ანუ არც იმის იმედი არ მაქვს, რომ საშუალო განათლების 11 წლიანი მოდელი თავსებადი არ არის ბოლონიის პროცესთან და მოსახლეობას ვთხოვ თავს ნუ მოიტყუებთ. არანაირი უფასო განათლება არ არსებობს. ესეც არის ერთგვარი ტრიუკი. ვერც ერთი საშუალო შეძლების ოჯახი ვერ შეძლებს თავის მაშვილმა განათლება მიიღოს სრულყოფილი თუნდაც აქ და შემდგომ გააგრძელოს
დასავლური განათლების მოდელში თავისი განათლების მიღება და დაასრულოს. ეს იქნება სრულიად შეუძლებელი. ახლა მივუახლოვდეთ თავს. კი ბატონო, ხო. 5 წუთი გვაქვს და უმაღლესი განათლების სისტემაში აკუმულირებულია დიდი აქტივები. ეს აქტივები ძირითადად არის ბიზნეს ინტერესების სფეროში, ვაკე საბურთალოს კონტექსტი. ჩვენს დამაარსებლებს უნივერსიტეტსაც კაი შენობები აქვს და რა თქმა უნდა, ეს აქტივები არიან სამიზნე არა მხოლოდ დღეს, არამედ იყო ადრეც 2013 წელს მაშინდელი პრემიერის პირველი ბრძანებულება ეხებოდა სამართლებრივ ორგანიზაციულ ფორმას, რომელიც გულისხმობდა მართვის სისტემის შეცვლას. ეს ნიშნავს, ვინ განკარგავს ქონებას. აი ეს იყო მისი მთავარი მიზანი, IP-ის გარდაქმნა SIPA-თ. ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებია აი ამ სამიზნეში ამოღებული 19 სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქედან ერთი იღებს ხმას და 18 რექტორი სრულიად მდუმარედ ეთანხმება ამ რეტროგრადულ გადაწყვეტილებას. ილიას უნივერსიტეტი იღებს ხმას და ილიაუნის უნივერსიტეტი და 45 კერძო სასწავლებელია. აღმოჩნდა, რომ ის მეშვიდე კორპუსი, რომელიც უკვე გასხვისდა და თუ ჩვენ ამ თესეუს მეშვიდე კორპუსი უკვე გასხვისდა. დიახ, ეს წინა ოქმით აი ახლა ბიუჯეტი დამტკის და იმის წინა სხდომაზე გასხვისებულია. პროცედურა იყო ასეთი. რექტორმა ბრძანა, რომ 2023 წელსო ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ეს ინგრეოდაო და არადა კომისიის დადგენილება 2024 წლის 18 მარტის იყო და განიხილა ეს სენატმა და მოიწონა რატომღაც. რამდენად კომპეტენტური იყო ის კომისია, რომელიც დაადგენდა, რომ ეს კორპუსი ინგრევა 2 წელი არ დანგრეულა ჯერ და ოქმშივე გაეპარა, რომ ეს სეუს ინტერესში შედიოდა. ანუ სამართლებრივი მექანიზმი არის აქტივების მართვის ორი შესაძლებლობა საქართველოს საგანმანათლებლო სამართლებრივ სივრცეში. ერთი არის მისი აიპად ყოფნა, ანუ კერძო სასწავლებლები და მეორე SIPA-თ. ანუ ტერმინი სახელმწიფო იწვევს იმას, რომ განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროს ერთდროულად წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად შეუძლიათ აი ასე აიღონ და წაიღონ ქონება და შემდგომ გასხვისებული ქონება გადასცენ მოექცნენ ბიზნეს ინტერესებში. ასე მოხდა მაგალითად სპორტის უნივერსიტეტთან მიმართებით და დღეს ეს პირობა იმ ბიზნესს არ შეუსრულებია და სულად გაურკვეველ მდგომარეობაში. ახალ უნივერსიტეტი მოეშენებინათ, ხო? დიახ, და ეს არის სიმპტომური. მე ამ გადაწყვეტილებას რომ არ დავეყრდნო მხოლოდ ამავე ოქმში საუბარია ტაბახმელას გასხვისებაზე. ანუ აქტივების ჩამოწერა ანგარიშზრიცხული აქტივების ჩამოწერა ეს უკვე არის წინაპირობა იმისა, რომ ეს შენობები მონიშნულია, გამიზნულია იმისთვის, რომ შეეხვეწოს უნივერსიტეტი, მოდით სამინისტრო გეხვეწებით, წაიღეთ ჩვენი ქონება და მერე როცა თქვენ ოქროს სასახლეს მორჩებით, როცა მოგინდებათ, აგვიშენეთ ჩვენ რა ფორმითაც იქნება, აი სულად აბსურდული ოქმია სამარცხვინო, მას ხელს აწერს 47 წარმომადგენლობითი საბჭოდან და მე მინდა მათ მიმართო, რომ თესეუს ერთს ოქროს განხილა ამ წუთას და თესეუს წარმომადგენლებით საბჭოზე არა ლაპარაკი. და დიახ, 7-ია მხოლოდ წინააღმდეგი, 47 არის თანახმა და მე მინდა ამ ძირფას პროფესორებს და სტუდენტებს, რომლებიც ამ საბჭოში არიან წარმოდგენილი, შევახსენო, რომ ზემდგომი დიახ აი ამ SIPA-თ გარდაქმნის პროცესში გახდა სწორედაც სამინისტრო, მაგრამ სამინისტროს როცა მიმართავდა ხო წაიღეთ ჩემი ქონება, იმიტომ რომ მენგრევა თავზე და ამის მერე გარკვეული პირობების გარეშე და ამ ოქმში არის ასევე აღნიშნული იმის შესახებ, თქვენ ოღონდ ეხლა თანხმობა მოგვეცით. ანუ იმუშავა კომისიამ, რომელმაც დაადგინა, რომ ინგრევა და აგერ ქალაქის შუა ცენტრში ასეთი შესანიშნავი ადგილი იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს თვითონ გამოეჩინა ინიციატივა, მას ევალება ჩადოს სუბსიდიები განათლების განვითარებაში და მათი მეცნიერების განვითარებაში, ამის ნაცვლად ვაძლევთ მას შესაძლებლობას ვასხვისებთ საკუთარ ქონებას და ტყუილია ის, რომ ეს ქონება არ ეკუთვნის არც რომელიმე რექტორს, არც რომელიმე სენატის რომელიმე წევრს, არც არავის ეს ეკუთვნის ქართულ საზოგადოებას, ქართველ ერს, ეს არის მისი განვითარების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ წერია მახინჯურად, მაგრამ მაინც იმ კანონში, რომ გასხვისების, გაყიდვის და ასე შემდგომ ფორმები განსაზღვრულია ამ კანონმდებლობით, ცუდი კანონმდებლობით, რომლითაც 2013 წლის 197 ბრძანებით მაშინდელმა პრემიერმა უნივერსიტეტს შეუზღუდა ავტონომიური განვითარების სამართლებრივი შესაძლებლობა, მისი მიზანი იყო ხაზინით განეკარგა ფული და ქონების გასხვისების შესაძლებლობა ქონდა. მონიშნულია ენათმეცნიერების ინსტიტუტი ასევე ამავე სხდომაზე მიიღეს აქტივების დაცლის, ანუ ბალანსზე რიცხული
ქონების ჩამოწერის შესაძლებლობა, რაც პირდაპირ არის სიმპტომი იმისა, რომ გასხვისდება და შემდგომ ბიზნესის ხელში აღმოჩნდება. მეოთხე კორპუსი. მეშვიდე კორპუსი უფრო ადრე დაიცალა, ვიდრე დაცლის გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. დიახ, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახლავთ. მესამე და მეხუთე კორპუსი, იმიტომ რომ მესამე და მეხუთე კორპუსი საერთოდ პარადოქსულად იყო 2000 წლიდან 2010 წლამდე ესე იგი მიწა ეკუთვნოდა მუნიციპალიტეტს და შენობის განკარგვის, აკადემიური განკარგვის უფლება ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ძლივს დავიბრუნეთ ეს ჩვენ სამართლებრივად. უნივერსიტეტს შემოუერთა მექანიკური ქორწინებით წინა ხელისუფლების დროს სამეცნიერო აკადემიის, მეცნიერებათა აკადემიის 18 ინსტიტუცია. აქედან ძალიან ბევრი დღეს არის სამიზნე. თუ ჩვენ ერთ ქალაქში ერთ ფაკულტეტს მოვაქცევთ, შევამცირებთ, თუ ბაზარს განსაზღვრავს არა დარგები, ეს გამოიწვევს ზუსტად კოლეგებო, დარგების დაღუპვას, დანგრევას, კონტინგენტის შემცირებას, 80,000 თუ იქნება 2 წლის განმავლობაში, აბიტურიენტი იქიდან 1/1000-იც ვერ მოხვდება და აი ეს არ იქნება უფასო განათლება, იმიტომ რომ უფასო იყო მაშინ, როცა შეეძლო სტუდენტს მიეღო თავისი ვაუჩერი და რომელ სისტემაშიც უნდა და იქ წაიღებდა ამას. ეს იქნება უთანასწორობის, დისკრიმინაციის, დასავლეთთან ჩამოშორების და პლუს გამდიდრების შესაძლებლობა კერძო სექტორისთვის უნივერსიტეტს ამის არანაირი ხეირი ყოველ შემთხვევაში მე რაც ვაკვირდები ჩემი 45 წლიანი კამპუსებს ავაშენებთო. აი ხო ვნახეთ ჩვენ ახლა სტუდქალაქის აშენებული სტუდქალაქი ბაგებში იმავე სეულს ხელმძღვანელს ევალებოდა ის მიწები რო წაიღო, მაგრამ ჯერ არაფერი არ აშენებულა. რაც შეეხება კამპუსს და თქვენი ეს წინადადება ძალიან საინტერესოა. 2007 წლის 9 თებერვალს სენატმა მოისმინა მაშინდელი რექტორის შთამბეჭდავი ვიტყოდ გრანდიოზული პროექტი კამპუსის შესახებ. მაშინაც მონიშნული იყო ეს კორპუსები, უბრალოდ არ დასცალდათ როგორც ჩანს და ამ კამპუსის მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო უმოკლეს ვადაში. მე ეს განხორციელებული 45 წელია უნივერსიტეტში ვარ და ჯერ არ მინახავს. ასევე მონიშნულია და აქტივების დასაცლად გამზადებულია პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიები, ასევე აქტივები, ჩამოსაწერი, ბალანსზე რიცხული აქტივები კონკრეტული კორპუსებიდან, რაც რა თქმა უნდა არის სიმპტომი იმისა, რომ ეს კორპუსები აღმოჩნდება ბიზნეს ინტერესების კონტექსტში. მე მინდა ვთქვა, რომ ღირსეულ სახელმწიფოს ქართული ენის ინსტიტუტი, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ისტორიის ინსტიტუტი, აი ესენი მაინც ისტორიის ინსტიტუტი მელიქიშვილზე ხომ აღმოჩნდა 2011 წლის მერე კერძო სექტორში რა ხეირი ნახა აქედან, რა მიიღო უნივერსიტეტმა სამაგიეროდ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, რომელიც ამხელა იყო დაანგრევის პირას და ბალანსზე შეინარჩუნა ეკონომიკის სამინისტრომ. როგორ აღმოჩნდა? ეს ხომ იურიდიული კაზუსია, ჩვენ განკარგავდით უნივერსიტეტი აკადემიურად და აღმოჩნდა, რომ ქონებას განკარგავდა რატომ? იმიტომ რომ ის ქონება იცოდა სამინისტრომ, რომ ინგრეოდა, მაგრამ ამდენი წლის მანძილზე, 14 წლის მანძილზე და კიდევ უფრო მეტი, არაფერი გაუკეთებია, ერთი კორპუსი ვერ აუშენეს აი ასეთ ეროვნულ დარგებს. მე არ მაქვს იმედი, რომ მით უმეტეს თუ ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ 214 პროექტიდან 161-ს უბრალოდ ვერ ვასრულებო, რომ ეს დაპირება შესრულდება. გასაგებია. ამ განათლების რეფორმაზე მომავალ წელსაც გავაგრძელებთ, ალბათ ბევრს ვისაუბრებთ. ცირა ბარამიძე იყო ჩვენი სტუმარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის